სწორედ ოჯახის ექიმებზე დგას განსაკუთრებით აქტუალური და თვალშისაცემი გახდა ოჯახის ექიმის მნიშვნელობა COVID პანდემიის დროს, მახსოვს ესე იგი ონლაინ კონსულტაციის დროს, როდესაც გადავიტანე COVID-ი, რა რეკომენდაციებს მაძლევდა ხოლმე ოჯახის ექიმი და გარკვეულწილად ფსიქოლოგიურადაც მეხმარებოდა, თქვა, გარდა მედიკამენტებისა, რომელსაც ის მინიშნავდა, რომ ყოველწუთი წერდი რაღაცებს ეს როგორ გავაკეთო და გარკვეულწილად ესე იგი ოჯახის ექიმი არის როგორც მკურნალი, ასევე ფსიქოლოგი და ასევე პირველი მშველელი პაციენტის და სწორედ ამიტომ აღინიშნება კიდევაც ესე პომპეზურად საერთაშორისო დღე ოჯახის ექიმის და მაინტერესებს თქვენი შეფასება როგორია დღეს სად ვართ ამ კუთხით საქართველოში ოჯახის ექიმის ინსტიტუტი მაინც მე მგონი ცოტა ახალი ინსტიტუტია ხო დიდი ხანია მოდის თუმცა გარკვეული სახე სტერეოტიპული სახე ბოლო პერიოდში მიეცა და საკმაოდ წარმატებულადაც ასე მგონია მოდი თქვენი შეფასება მოვისმინოთ დიახ ოჯახის ექიმად მე დიდი ხანი დაახლოებით 15-16 წელია ვმუშაობ და დაახლოებით 20-25 წელი არის საქართველოში საოჯახო მედიცინა. და ბოლო 15 წელია ვითარდება ყოველწლიურად და მართლაც ეხლა რომ ვიხსენებ ჩემს პირველ სოფლის ექიმად მუშაობდი მაშინ პირველ გამოცდილებას და ეხლა როგორ დაიხვეწა ეს სისტემა და გეთანხმებით რომ ნამდვილად პანდემიის შემდეგ უფრო პოპულარული გავხდით და უფრო მეტი ნდობა მოვიპოვეთ ოჯახის ექიმებმა მოსახლეობაში მაგრამ რთული პერიოდი იყო პანდემიის პერიოდი ყველასთვის, ყველა ექიმისთვის, მაგრამ ოჯახის ექიმებისთვის ვფიქრობ ყველაზე მეტად განსაკუთრებულად რთული იყო და ზოგადად პანდემიამ ჩვენი მუშაობის რიტმი და რეჟიმიც შეცვალა დამთავრების შემდგომაც დღესაც, იმიტომ რომ ჩვენ თავიდან უფრო ორიენტირებული ვიყავით პრევენციაზე, მაგალითად იმუნიზაცია სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების გამოვლენა, რეფერალი, შემდეგ სტაციონარად დაბრუნებული პაციენტების მართვა, უფრო ეს იყო ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა. და აი გავიხსენებ ისევ 15 წლის წინ, როდესაც უფროსი თაობის პაციენტები გვეუბნებოდნენ ყოველთვის, რომ ფილტვებზე მომისმინე, იმიტომ რომ მეშინია ფილტვის ანთება არ მქონდეს. მე მიკვირდა და ჩემს კოლეგებსაც რომ რატომ მეშინიათ ასე ფილტვის ანთების, იმიტომ რომ მაშინ ძალიან იშვიათი იყო პნევმონია. და ეხლა ისეთ ყოველდღიური გახდა პნევმონიები. რა იწვევს ამას ვირუსები? ვირუსები დიახ და COVID-19-ის პანდემიის შემდეგ მოწყვლადი გახდნენ ადამიანები? უფრო მოიმატა პნევმონიის რიცხვმა. ამას გარკვეული ასაკობრივი ეს თქვა მიმართულებით აქვს. აუცილებლად 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ველოდებით გართულებებს და განსაკუთრებულად დაძაბული ვართ ოჯახის ექიმები და პედიატრები და არ მხოლოდ ერთი კონსულტაციით არ შემოვიფარგლებით დინამიკაში ბავშვებზე რომელიც COVID-ის შემდეგ დაიბადნენ არა ზოგადად 5 წლამდე ასაკობრივად და 65 წელს ზემოთ ბავშვები არიან გართულებების მოწყვლადი ჯგუფი და დღესდღეობით უკვე აღარ არის საკმარისი ერთი კონსულტაცია მხოლოდ თუ ადრე ვთქვათ ვეუბნებოდით ჩვენ პაციენტებს რომ 3-4 დღე მოდით დაველოდოთ მიიღეთ სითხეები სიცხე აკონტროლეთ ეხლა უკვე პირველივე სიმპტომებისთანავე ვიბარებთ ვეუბნებით მოდი გავაკონტროლოთ და შემდეგ დინამიკაშიც ვიბარებთ და ხდება ეს პროცესი არის ხო მოკლედ დიახ იმიტომ რომ შეიძლება დასაწყისში ძალიან ჩვეულებრივად მიმდინარეობდეს ვირუსული დაავადება და მესამე-მეოთხე დღეს უკვე გართულდეს აი იმ ასაკობრივ ჯგუფში რომელზეც უკვე ჩვენ ვთქვით ანუ 5 წლამდე ბავშვები და 65 წელს ზემოთ აი რა სიმპტომები ახასიათებს ახლა ძალიან ბევრი ადამიანი გვისმენს და საინტერესო იქნებოდა მათთვის მით უმეტეს ასაკობრივი კატეგორია საკმაოდ ესეთია მოწყვლადი და ყურადსავები და აი გარკვეულწილად რა სიმპტომები ახასიათებს სრულად გინდება ხოლმე პნევმონია. დიახ, თვითონ პაციენტებიც უკვე თვითონ გრძნობენ, ამახლებული არის სამიმართულებითაც პაციენტების ცნობიერება და დროულად მოგმართავენ ძირითადად დაღლა უფროსი ასაკის ადამიანებში 65 წელს ზემოთ დაღლა თავის ტკივილი, სახსრების ტკივილი, ზურგის ტკივილი და ეს დაღლა არის
მუდმივი. ჭამის დროსაც კი იღლებიან. სიცხე ოფლიანობა? სიცხე შეიძლება ქონდეს, შეიძლება არა. უსიცხო ანთებაც შეიძლება იყოს. ხველა ახლავს ხშირ შემთხვევაში და ოფლიანობაც ახლავს. ბავშვებს რაც შეეხება 5 წლამდე ასაკის ბავშვებში უმადობა, ძილიანობა, ჭირვეულობა, ხველა და ქოშინი. ბავშვებში ეს აი აქ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა შემოდის ანტიბიოტიკები, ხო? თქვათ ასეთ დროს უმალ ინიშნება, თქვათ, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები თუ მაინც ექიმები ცდილობენ სითხეებით, გარკვეული ანტისეპტიკური საშუალებებით, თუმცა ანთება მაინც ვერ მორჩება, ხო, ანტიბიოტიკების გარეშე, თუ დადგა ვირუსული არის, თუ დადგა ანთება და პნეუმონია, ის ჯგუფიან 5 წლამდე ბავშვები, 65 წელს ზემოთ ბავშვები, მოზრდილები, აუცილებლად უნდა გადამისამართნენ სტაციონარში. და სტაციონარული მკურნალობა, იქ რა თქმა უნდა, ანტიბიოტიკების ჩართულობაც აუცილებელი ხდება. ხოლო ოჯახის ექიმი აფასებს კრიტერიუმებით, დასაშვები არის პნეუმონიით პაციენტის ბინაზე გაშვება, თუ ის აუცილებლად უნდა გადამისამართეს სტაციონარში და ხშირ შემთხვევაში მაინც გვიწევს ანტიბიოტიკების ჩართვა, არის მოწოდებული გაიდლაინებით და ვიწყებთ პირველი საფეხურის იმ ანტიბიოტიკებით, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ბინის პირობებში დავნიშნოთ. ხო, გარკვეულწილად ეხა გამახსენდა პერიოდი, როდესაც მსგავსი კითხვებიც კი ჩნდებოდა სოციალურ ქსელში და სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაშიც კი ისმოდა ესეთი კითხვები, კითხვა, რომ აი სად მოვიწიოთ ჩვენი ოჯახის ექიმი, როგორ მივმართოთ და ასე შემდეგ. დღეს უკვე ეს გარკვეულწილად ამ მიმართულებით ცნობიერებაც ამაღლდა და ამაზეც ვისაუბრეთ. აი საინტერესო არის დღეს ყველაზე ხშირად რა კითხვით მოგმართავთ ხოლმე პაციენტი, რომელიც ყველაზე გავრცელებული, ასე ვთქვათ, დაავადებები შეიძლება ითქვას ჩვენს რეგიონში, თუნდაც საქართველოში და როგორია მათი რეაგირება, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით გარკვეულწილად საქართველოში ეს კულტურა ნაკლებად არის, ხომ? ყოველ წლიურად თუ სამთვისში ერთხელ კონტროლი, საკუთარი ჯანმრთელობისაც შემდეგ. გამიმართულებით გარდა თქვენი პროფესიისა, ეს ფსიქოლოგიური დახმარების ნაწილს თუ უწევთ ხოლმე პაციენტებს და აი ცნობიერების ამაღლების კუთხით თუ გიწევთ მუშაობა, ეს ვთქვათ, ხშირად საინტერესოა. დიახ, რა თქმა უნდა, უფრო ხშირად მოგმართავენ წნევის, ანუ ესენციური ჰიპერტენზიის შემთხვევაში, კვებასთან დაკავშირებით საკითხებზე, შაქრის კონტროლის მიზნით, ქოლესტერინის კონტროლის მიზნით მოგმართავენ, მაგრამ უფრო დაგვიანებულ ასაკში მაინც, თქვა თუ შევადარებ წინა ბოლო 10 წლეულებს, უფრო მოდიოდნენ გართულებებით, ეხლა უკვე გართულებებით ნაკლებად მოდიან, მაგრამ მაინც დაგვიანებულ ასაკში და აქვე ვიტყვი, მაგალითად ჰიპერლიპიდემიის, ანუ ქოლესტერინის მაღალი დონის სკრინინგი იწყება 2 წლის ასაკიდან. ის ბავშვები უნდა გამოვყოთ და ვესაუბროთ მათ მშობლებს კვებასთან დაკავშირებით, რომლებსაც ოჯახში აქვთ ჭარბი წონის შემთხვევა, ანუ მშობლები, ჭარბი წონის მშობლების ბავშვი 2 წლის ასაკში არის რისკის ჯგუფი და უნდა გაიაროს სკრინინგი ქოლესტერინზე. აი ამ როდესაც ამას ეუბნებით, როგორი რეაქცია აქვს ხოლმე ქართულ მშობლებს? ზოგჯერ ცოტა გაოცებული არიან, დიახ, 10 წლის ასაკში უკვე სხეულის მასის ინდექსი უნდა შეფასდეს და ყველა ბავშვმა 10 წლის ასაკში უნდა გაიაროს ეს სხეული ჭარბი წონის პრევენცია და სკრინინგი. ხშირ შემთხვევაში ჭარბ წონას არ აღიქვამენ, ხო, რაღაცნაირად დისკომფორტად და გონიათ რომ ეს ჩვეულებრივი ბუნებრივი მოცემულობა. 2 წლის ბავშვის ასაკში, რა თქმა უნდა, პირიქით ყველას უხარია, რომ რა კარგია, როგორი მსუქანია, რა საყვარელია. თუმცა შემდეგ არ უნდა თუმცა დიახ, შეიძლება ამის კორეგირება და ჩვენ თუ მოვახდენთ დროულად კორეგირებას ჰიპერლიპიდემიის 40 წლის ასაკში მას უკვე არ ექნება ქოლესტერინის მაღალი დონე და 60 წლის ასაკში ჩვენ ავარიდებთ პაციენტს ინსულტის განვითარებას, ინფარქტის განვითარებას, ცხიმოვანი ჰეპატოზის განვითარებას და ძალიან ბევრ პრობლემას. ანუ სკრინინგი კარგია როგორც
სახელმწიფოსთვის, იმიტომ რომ ნაკლები დანახარჯები ნაკლები ფინანსური ხარჯებთან არის დაკავშირებული, ასევე თვითონ ოჯახისთვის, თვითონ პიროვნებისათვის. თუ თქვა დროულად მე შემიძლია აღმოვაჩინო და მოვაწესრიგო ჩემი კვება, ჩემი ცხოვრების წესი, თქვათ აღარ მოვწიო ალკოჰოლსაც ნაკლები რაოდენობით მივიღო და ეს თუ მე ამაცილებს შემდგომში ისეთ გართულებს როგორიც არის ინსულტი, რომელიც აი ნუ ადამიანს შრომის უნარს ართმევს და ბევრი სხვა პრობლემებს იწვევს კი ბატონო. დიახ და ასევე ოჯახისთვისაც ძალიან ფინანსურადაც ცოტა რთული გარდა ემოციური ფაქტორისა და დროის ნაწილისა, რომელიც ამავდროულად იხარჯება და ვისაუბროთ, თუმცა ჩვენ ოჯახის ექიმებს გვაქვს ეს ფუნქციაც, ანუ ჩვენ უნდა ვმართოთ ოჯახების ფინანსური მდგომარეობა ამ მიმართულებით. ქალბატონო ირინა, მოდით გითხარით სეზონურ ვირუსებზე, სეზონურ დაავადებებზე, ეხლა ზაფხული გვიახლოვდება, გამოვდივართ ესე იგი თითქოს ამ ზამთრის რაღაც გაზაფხულის ორიმტრელიდან, თუმცა ახაც ვირუსის პერიოდია და შემდეგ უკვე არის ის მოწამვლის და ინტოქსიკაციების პერიოდი. ეს ცირკულირებს მთელი წლის განმავლობაში. აი დღეს ამ პერიოდში რა ვირუსი ცირკულირებს, ორიო ციკლით ამასაც რო შევეხოთ და შემდეგ უკვე ზაფხულის პერიოდსაც საინტერესო იქნება მაყურებლისთვის. ამ ეტაპისთვის სეზონური ძველი ვირუსებიც, რინოვირუსები, ადენოვირუსები, რესპირატორულ-სენსიტიური ვირუსების შემთხვევებიც არის, მაგრამ უფრო ხშირი შემთხვევა ისევ და ისევ კოვიდი. კოვიდი მაინც არის ესეთი. კი ბატონო. სუსტი ფორმით ალბათ, ხო? თუ რა დაკვირვება. უკან მიმდინარეობს. ვაქცინაცია თუ გრძელდება საინტერესოა, თქვა. არა მარტო კოვიდზე, არამედ ზოგადად სეზონურ ვირუსებზეც საინტერესოა და ეფექტურია თუ არა ეს ყველაფერი. ვაქცინაცია ცალსახად ეფექტურია, მაგრამ კოვიდის ვაქცინაცია ამ ეტაპზე ბუსტერ დოზები შეჩერებულია. გრიპის ვაქცინაცია არის ოღონდ ეს შემოდგომიდან იწყება და ზოგჯერ მარტშიც ზოგიერთ პაციენტს იწევს გარკვეული ძალისხმევა, მაგალითად დაუმტკიცოთ პაციენტს, რომ ვაქცინაცია აუცილებელია, მაგალითად გრიპის ვაქცინაცია და სკეპტიკურად განწყობილი ადამიანების. დიახ, ბოლო წლებში ძალიან მოიმატა ანტივაქსერებმა და სკეპტიკურად არიან განწყობილი იმუნიზაციის მიმართ, ისეთი დაავადებების იმუნიზაციის მიმართაც, რომელიც უკვე ერთი საუკუნეა კეთდება და ტარდება, თქვათ, პოლიომიელიტი, დიფტერია, ტეტანუსი და რა თქმა უნდა გვიწევს ჩვენ ამის ახსნა განმარტება, იმიტომ რომ თუ აი თქვათ, შარშან მაგალითად იყო პარვოვირუსული ინფექციის ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, როდესაც წინა წლებში პარვოვირუსული დაავადება, მეხუთე დაავადებას რომ ეძახიან, ამ დაავადებით შეიძლება მოემართა ერთ ან ორ პაციენტს და შარშან აი თითქმის ყველა მეორე ბავშვს მეხუთე დაავადება გადაიტანა პარვოვირუსული ინფექცია და ჩვენ არ ვართ დაზღვეული, რომ ეს არაპროგნოზირებადია, არავინ არ იცის, რომ თუ ჩვენ არ გვექნება შესაბამისი იმუნიტეტი, იმუნიზაცია შექმნილი დიფთერიისა და პოლიომიელიტის მიმართ, წითელაწითურას მიმართ, ანუ ისეთი დაავადებების მიმართ, რომელიც იწვევს მაღალ სიკვდილიანობას და დაინვალიდებას ადამიანების, თუ ჩვენ არ ვიქნებით ამისთვის მზად, თუ არ გავიკეთებთ იმუნიზაციას, არავინ არ იცის, შეიძლება თქვათ, მომდევნო წლებში გავრცელდეს დიფთერია და ნამდვილად დიფთერია ისეთი დაავადება არის, რომ ჩვენ არ გვეყოფა ამის რესურსი, ვერაგი დაავადება საკმაოდ და არც ინფექციონისტებს და როდესაც შეიძლება ჩვენ ეს უბრალოდ იმუნიზაციით, რომელიც გამოცდილი არის წლების მანძილზე, თავიდან ავიცდინოთ ასეთი გართულებები და ასეთი ვერაგი დაავადება, რატომაც არ უნდა გავაკეთოთ იმუნიზაცია. კი ბატონო, გარკვეულწილად კიდევ ერთი პრობლემა ალბათ, რომელიც გარკვეულ კვლევებს გავეცანი გუშინ ვინედან თქვენ და ბრძანთ ყოფილიყავით ჩვენი სტუმარი და ესეთი კვლევებიც არსებობს, რომ ვირუსებზე ვსაუბრობდით და ვენერიული დაავადებები დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე პოზიციაზე დგას ვირუსული გავრცელების ნაწილში. ამ მიმართულებით ალბათ ცნობიერება იმდენად ნაკლებად არის, რამდენადაც ხშირად უჭირთ ადამიანებს ამაზე საუბარი. აი ოჯახის ექიმის კვალიფიკაცია ამ შემთხვევაში და რამდენად ხშირია მაგალითად მომართვიანება თქვენ შემთხვევაში
და შემდეგ უკვე აი ამ მიმართულებით მკურნალობის პროცესი მათთვის რამდენად მარტივია, ვინაიდან გარკვეული სტერეოტიპები ამ მიმართულებით არსებობს, ხო? სტიგმა არსებობს, მართვიანობა თითქმის ძალიან დაბალია. წესით 21 წლის ასაკში უნდა ჩატარდეს ასევე სკრინინგი სქესობრივად დაავადებებზე და HIV ინფექციაზე, მაგრამ იმის გამო რომ ჩვენს მოსახლეობაში არის სტიგმა, ამის გამო არავინ არ მოგმართავს და ძირითადად მიდიან უროლოგებთან ან დერმატოვენეროლოგებთან და შემდგომში შეიძლება რაღაც აღდგენის რეაბილიტაციის პერიოდში ჩაგვაყენონ ჩვენს საქმის კურსში, მაგრამ ამ მიმართულებით ნამდვილად ასამაღლებელი არის მოსახლეობაში ცნობიერება. დროულად გამოვლენილი სქესობრივად გადამდები ინფექციები და HIV ინფექცია, აი ინფექცია ვიცით უკვე რომ ხანგრძლივი რემისიის და მკურნალობას ექვემდებარება და დგება ხანგრძლივი რემისიის სტადია და ჩვეულებრივად უხანგრძლივდება ადამიანის სიცოცხლე და სქესობრივად გადამდები დაავადებების დროული მკურნალობა კიდე შეამცირებს უშვილობის პრობლემებს და ზოგადად ქალთა და მამაკაცთა ჯანმრთელობას რეპროდუქტიულ. ნებისმიერ შემთხვევაში აქ დგება საკითხი, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი ქართველისთვის, ექიმთან დროული ვიზიტი. ამ კუთხით რა ეტაპზე ვართ? ცნობიერება ამაღლდა თუ არა? მე ხშირად მსმენია აი ესეთი სტერეოტიპი, რომ აი სანამ ესე იგი არ ატკივდება ადამიანს რაღაც ექიმთან არ მიდის, ხო? აი ეს ბოლო მომენტში სანამ რაღაც არ ატკივდება, მოკლედ არ შეაწუხებს ბოლომდე, საერთოდ არ საცხადებს ადამიანს. შეიცვალა თუ არა ეს მიდგომა საინტერესოა. შეიცვალა ეს მიდგომა და მას ხელი შეუწყო საყოველთაო დაზღვევის შემოღება, იმიტომ რომ ექიმი ხელმისაწვდომი გახდა და რაღაც გარკვეული ანალიზებიც ხელმისაწვდომი გახდა. თავიდან რომ დავიწყე მუშაობა საყოველთაო დაზღვევაში ვიყავი და პაციენტები რომ მოდიოდნენ, ესე იგი არ იყვნენ ნამყოფი ექიმთან 30 წელი, 40 წელი ისეთი კონტინგენტი, ვერ მიდიოდნენ ფიზიკურად ექიმთან. ეხლა უკვე ყველას არის სოფლის ექიმის, ანუ ყველა სოფელს, ყველა რაიონს თავისი ექიმი ყავს და თქვენ დაკვირვებით აქ ჩაგეძიებით, ეს უსახსრობა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ხალხი ვერ დადიოდა იმ პერიოდში. სავარაუდოდ უსახსრობა იყო. ექიმთან. უსახსრობა პირველი უსახსრობა და ცნობიერებაც რა თქმა უნდა. დიახ. და თანაც ასე ამდენი კლინიკაც არ იყო, მაშინ ბათუმში ერთი კლინიკა იყო და მიხარია, იმიტომ რომ სწორედ დროული დიაგნოსტიკა არის იმის საშუალება, რომ ადამიანმა ჯანმრთელობას მიაქციოს.